აქ მაგრად იჭერდა ყოველთვის და დღეს ახლა არ დაიჭირა. ერთი იმყანაში გავიდა იქ. ტანჯვა არა არის. გამაძლიერებელი დააყენესო ხელებში თუ საცხა იქ. და იმის მერე იმ დღიდან გაქრა ტელეფონის დაჭერა, უნდა ვიარო ამ ყანებში, სადმე რომ დავაჭერიოთ. დაიჭირა. კიდე გაქრა. არა დაიჭერს ახლა. ანუ სხვა მხრიდან ვერ რეკავენ, ხო? თქვენ უნდა დარეკოთ. მე უნდა დავრეკო, ხო. კვირდებიან გაიკეთებთო, მაგრამ არაფერი არ გვაღირსეს. არჩევნები კარს მომდგარია და კიდე არ აკეთებენ. რაც გავს გზები. რაჭირი გჭირს, ხან ხელათი ჭერ, ხან როგორია აქ ცხოვრება და ზამთარი? კაცრი. მუშაკაცის სამყოფია. ტყილა მყოფელის არ. ტყილა ვერ იქნები აქ ზამთარში, ათასი რამე რო გინდოდა. ნიშაბს, ეს საქონელი, ეს თოვლი, ეს ნაგებობები, გზა, კვალი და ყველაფერი. სანამ ხარი მყავდა, ხარი მიმკვლევდა იმას, გზას და ხარი რო გავყიდა იმის მერე მე თვითონ უნდა გამემკვლია, რომ გამედენა და გზა არ ჩამეკეტა ის ცენტრალურ გზად. ტერიტორია აქ ისეთი გელა, რომ ადვილი გასაკეთებელია, გზაც და ყველაფერი მონდომება მითხარი. ერთი პერევალი ამას არ აქვს, სადმე რომ პერევალი ამას ასვლელი და ვერ ამოვიდეს. ხაჩეს საკით. ესე კატასტროფაა რა, გზა. და აქ განსაკუთრებით ეს მანანოური როა 3 კილომეტრი. იმას საკით ესე იგი გზა რო არაფრად არ ვარ. ზამთარში არევინ არ არის ახლა. შარშან კაცშვილი არის. შარშან პირველად რატომ? იმიტომ რომ მე რო წამიყვანეს. არ მინდა ახლა წელს წასვლა თუ დამტოვეს. მე რა თბილისში ვიყავი, გზა გაუხსნელი იყო აქით. იყო მიტოვებული, არც ნათლი იყო და არც გზა იყო. აღარავინ აწუხებდათ და რეკავდათ. აღარავინ აწუხებდა. სიწყნარიაო ლენტაში, კორნელი არ არის. უსაშველო რა არის, აქ ყველაფრის გაკეთება შეიძლება, ტელეფონს რო იჭერდეს, გზაც რო იყოს და შუქიც რო იყოს და всё გაჩერდება ხალხი მე. თორა და всё წასულია ბავარის საქმე. რა ვფიქრობ საქართველოს? ისინი სწორად იბრძვიან და ეს თავრობა თუ არ შეიცვალა, ეს ბავშვები რა თავრობაა შესაძლებელი. რას ეთქვით იმ გოგო ბიჭებს? იმათ მე ნაცვალე სულ სოლიდარობას უცხადებ ყველას. რომ შემეძლოს გვერდით დაუდგები იმათ. იმათმა თუ აიკეთეს რამე თუ არა, ამ პარტიებიდან რა ვიცი. არაფრის იმედი არ მაქვს. იმათმა იქნება რამე გააკეთოს. ეს არის სადისტობა სუფთა. სადისტობა. გამეტებული ყავთ და ესე იგი არ ზოგავენ არა ქალებს, გოგუებს, ახალგაზრდებს. წაქცეულ კაცს რომ წიხლს ჩაარტყა. ეს კაცობაა. მეორე ფრონტიო და ეგი და იგიო და ეს დამონავებული ყავს პუტინს. ივანიშვილი და ივანიშვილს ესენი და ეს არ მეტი რა. ხო უმტკიცებენ ყოველნაირად, რომ ხალი იყო ყოველთვის და კაცი და ქალთან არ ვათხოვებდა და კაცთანო. ოპოზიცია ხო სცემს პასუხს, მაგრამ ეს მაინც მომაკვდავი სკობახიძე და ივანიშვილი ჩაცებული არიან, ეს აქვს საბაბი და მეტი ვერაფერი ვერ გამონახეს, მაგრამ სვანი კაცი შეურაცხყოფელია, ასეთი თქმა, ქალს მიყვება და კაცი კაცს მიყვება, არა არის. ყველაზე მეტი გრეხია ეს სვანი კაცის.
ადათ-წესში და ყველაფერში. ქინძ ჯაკვამა შახატები დეითაშ ევროპა გვიქმნის ფუფუნებას და ამათ უნდათ რომ გადათარგმნონ ეს სხვანაირად გადაგვითარგმნა ჩვენ გონი ვართ ყუმები და გაუნათლებლები და უწიგნურები მოიკითხონ პრეზიდენტიდან დაწყებული კობახიზის დამთავრებული რა უნდა ელაპარაკო ბიჭო რომ არც ტექნიკუმია ალბათ არც საშუალო არ აქვს იმას დამთავრებული პრეზიდენტს ჩვენს ასეთ ჩემი ლობიო გიან დარგულია და აწიوارგებს გაყოლიფეს ქვეყანა გასა ყველაფერს ჯიბეში იდება ყველაზე მთავარი ხალხს რო ტანჯავენ და ხალხს რო აწამებენ ხალხ ფერარით რო პლატაობდა კალაძე უყურე გზას ვერ გაგკეთებდა მთავრობა გაგვიკეთებდა ისე მთავრობა იქნებოდა რომ რანაირიც ევროპაშია და როგორც ევროპაში მოქმედებენ ისე და ფინანსები აკეთებს ამათ მარტო თავისთვის უნდათ ფინანსები და გზა რო გააკეთონ ეს კი არ უნდა ჩვენ გაძვალტყავებულად და იქ ფუფუნებაში აქედან ახლა გერმანია ავიღოთ მაგალითად ჩემი მამი და შვილები არიან წასული და წაიყვანეს დედამისი მამა რომ მოუკვდათ 1-2 წელი გაჩერდა იქ და იქ ქაური პენსია დაუნიშნეს 800 ევრო იანგარიში ახლა შენ 800 ევრო რამდენი ლარი ასე იქნებოდით ევრო იმაში რო ვიყოთ იქ ხალხს უსმენენ და ხალხს იწოდებენ და ხალხს გულიან და ფუფუნებაში არიან იქ პენსიონერები და მოხუცები ახალგაზრდები და ყველა და ჩვენთან აბა სულს ღაფავენ ნაგავში იქექებიან ქალაქში ხალხი ევროპული საქართველო მინდა ნახდათ ევროპული საქართველო და არა რუსული რუსეთს ოდესმე რა გაუკეთებია საქართველოსთან კაი ოდისგან მონები ვიყავით იმათი და მონები ვართ ახლაც კომუნისტების პერიოდში პირველ მდივანს დააყენებდნენ აქ წეგატივანს მეორე მდივნად რუსი ჩამოვიდოდა აქ დაიდებოდა და რასაც ის ეთყო და ის იყო პირველ მდივანის მეორეც და ყველაფერი აი ეს არის რუსეთი და ამას გვიკეთებდა და ამას გვიკეთებს დღესაც პუტინი და ივანიშვილი ევროპა არ გვეღირსა თუ არა რაც არის გასაკეთებელი გავუკეთებენ იმას უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა ყველა ვარიანტში კაცო ახლა ეს დაწყებული ეს ამდენი ხნის ნაწვალები წყალში უნდა ჩავყავოთ ახლა თუ არ გამოვიდა არაფერი გამორიცხულია მე ყველაფერი თუ არა მე შეიძლება ხვალზე მოვკვდე თქვენ დაიმახსოვრეთ ჩემი ნათქვამი ახლა თუ არაფერი არ გამოვიდა მე კაპიკიაფას არაფერი არ იქნება აბსოლუტურად ბრძოლა ბოლონდი მე ვარ ერთი შეყვარებული ბავარზე და აი ანასეთები აქ-იქ მაგრამ ბევრი არა თუ არ შეიცვალა ვითარება რა ელის აქაურობას აქაურობას ელის ბავარი ნაბავარალი დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა თვეს ასე არის